ძალისმიერი სამჭიდის დარბაზი, რომელიც ფოთში 9 აპრილის ხაივანზე მდებარეობს, ავარიულია. სამჭიდელების განცხადებით, შენობაში წვიმის დროს წყალი ჩამოდის, რის გამოც სპორტული ინვენტარები ფუჩდება და დროდადრო ვარჯიშიც შეუძლებელი ხდება. დარბაზი არის სავალალო მდგომარეობაში, ჩამოდის წყალი, ელემენტარულად გვიფუჩდება ინვენტარი და შეუძლებელია ვარჯიში. ჩვენს უკან დგას ახალგაზრდები, 30 სპორტსმენი, რომელთვისაც უკვე შეუძლებელია ვარჯიში. ჩვენ მაქსიმუმულად გვინდა რომ ხარში დაგვიდნენ სპონსორი იქნება, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი იქნება თუ კომპეტენტური პირები, რომ შევძლოთ უკეთეს პირობებში ვარჯიში. აღნიშნულ პრობლემებს ადგილზე ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტი გაეცრო. ირაკლი ცხოვრებაშვილის განცხადებით, სპორტსმენებს ვარჯიში მართლაც რთულ პირობებში უწევთ. 23-25 ივლისს ჩავატარებთ მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში. გაკეთდა ძალიან კარგი შედეგები და როგორც ყოველთვის ფოთელმა სპორტსმენებმა ძალიან დიდი შედეგები აჩვენეს. ჩემპიონობაც მოიპოვეს, უკვე ფოთში არიან საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენები, დასახელება დავით გულვალი, ვან გორგოძე, ჭანტურია ირაკლი და ასე შემდეგ არიან კიდე ბიჭები. შედეგები დააფიქსირეს ძალიან დიდი. ამის შემდეგ საერთოდ ჩემპიონატის შემდეგ ვცდილობ და ვაკეთებ კიდევაც, უნდა მოვიარო რეგიონები, შევამოწმე რა პირობებში არიან ბიჭები და ვეცადოთ რამეთი და გავუწიოთ დახმარება და ჩამოვიდი ფოთში. ეს არის შოკის მომგვრელი პირობები, რასაც ესენი დღეს აქ აქვს. ამ პირობებში ელემენტარული შტანგებიც არ გააქვს, შუდეს არ ვით მოღუნული შტანგებით როგორ ვარჯიშობენ, წარმოდგენა არ მაქვს. რაც შეეხება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურში თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია. სამინისტროს პოზიცია სამაუწყებლო კომპანია მესეტალღა უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.